ქართულმა ხალხმა სხვანაირად გადაწყვიტა, რომ ქოცებს ჰქონდეს ერთპიროვნული ძალაუფლება და მოტყუდა. მოტყუდა იმით, რომ ხა 97%-ს მეგონი არ ვდოდა ბიზნესის ხმის მიცემა. ხმარ დაიკარგოს კამპანიის შედეგი, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ეს. ქართული ოცნების ხელში რომ ხელა ძალაუფლების კონცენტრაცია არ შეიძლებოდა ქოცებს უართლებით, ქოცების ამორჩევლებს. გინდათ ახლა ევროპაში ვიზებზე სირბილი, კაი, გასაგებია რომ ყოველდღე არ დადიოდი ევროპაში. მაგრამ არ გინდა რომ არ შენმა შვილმა იაროს, არ ვაფშე ოდესმე შენ შანსზე მოგეცეს წახვიდე. იცი როგორ არის რომ შენ ვერ მიდიხარ, მაგრამ ავიძაღლივით რომ ხარ, ერთადერთი გაправება რომ ის არის, მე მაინც ვერ დავდიოდი ევროპაში, არც ავიძაღლი, არც თვითონ ჭამს, არც სხვა საჭმელს, ზუსტად ერთადერთი ეს პოზიცია რო გაქვთ, ფაქტობრივად ქოცებს ახლა, ვინც ქოცები აირჩიეთ ვიზა ლიბერალიზაციის წინააღმდეგ. რომ მე ისედაც უბადრუკი ვიყავი და კიდევ უფრო უბადრუკად რო ვიყო, არაფერი პრობლემა არ არის, დანარჩენიც უბადრუკი გავხადე. ამ პოზიციით რომ მოძრავთ, ხო არის ეს კაი. მე მგონია რომ ამ საზოგადოებაში შეიძლება მე ვწდებოდი, როდესაც უფრო მეტი შანსი მიმაჩნდა, რომ არსებობენ ნორმალური ადამიანები, რომელსაც ეს სისულელი რაშიც მონაწილეობენ, ყელში ამოუვათ, მაგრამ ხორჯოებებით აგერ ჭამა ფაქტია ხალხმა ის, რომ 98% მიაღებინეს ბიზნესს და მარტოზის ახლა პარლამენტში.